მათი, სტარტაპი ფუდლის დამფუძნებელი. ფუდლი არის რესტორნების რეზერვაციის ციფრული პლატფორმა, რომელიც აკავშირებს გასტროტურიზმით დაინტერესებულ მომხმარებლებს გასტროსფეროში მოღვაწე სარესტორნო ბიზნესებთან, როგორიც არის კარაოკე, ბარი, კლუბი, რესტორანი და სხვა. ფუდლის მთავარი მიზანია დააკავშიროს მომხმარებლები კვების ობიექტებთან. ის საშუალებას აძლევს მომხმარებლებს შეარჩიონ მათთვის სასურველი კვების ობიექტი, ნახონ მათი შეფასებები, დაათვალიერონ მენიუ, ნახონ სივრცეები, კონკრეტული მაგიდები და ამაზე დაახლოებით გააკეთონ რეზერვაცია. ხოლო რესტორნებს საშუალებას ვაძლევთ მიიღონ სტუმრები, ციფრულად მათ პლატფორმაზე ადევნონ თვალი, ვიზიტების დროს აკონტროლონ ვიზიტები, კომუნიკაცია ჰქონდეთ ციფრულად და ასე შემდეგ. ფუდლის ისტორია 2024 წელს იწყება. ერთ-ერთი მოგზაურობისას სოციალურ ქსელით უკვე ცნობილ რესტორანში მეგობრებს სურდა განთავსება. ადგილზე მისულებმა ვერ მოახერხეთ რესტორანში დასხდომა. იქიდან გამომდინარე, რომ რესტორანში წინასწარ იყო საჭირო რეზერვაციის განხორციელება. ამის შესახებ ჩვენ ინფორმაცია არ გვქონდა. სწორედ აქ დაიბადა ფუდლის იდეა. ფუდლის მთავარი მიზანია მომხმარებლებს მარტივად მისცეს საშუალება დაარეზერვონ მათთვის სასურველი რესტორანი. დისტანციურად იქნება ეს მათ ქვეყანაში თუ საზღვრებს გარეთ. წინასწარ შეუძლიათ ეგრეთ წოდებული ტრიპის დაგეგმა, სასურველი რესტორნების სიის შერჩევა და მათში რეზერვაციის გაკეთება. ფუდლის ფუნქციონალური მხარე შემდეგნაირია. მომხმარებელი იწერს აპლიკაციას ან ვებგვერდზე განთავსებულ რესტორნებიდან ირჩევს მისთვის სასურველს, რეგისტრირდება, რეგისტრაციის შემდეგ იღებს ჩვენი პლატფორმისგან სხვადასხვა ბენეფიტებს, როგორიც არის ფასდაკლება კონკრეტული რეზერვაციის დროს. რეზერვაციის მომენტში არა მხოლოდ მაგიდის რეზერვაცია შესაძლებელი, არამედ კონკრეტული მენიუს შერჩევა და შეკვეთა წინასწარ, რაც უმარტივებს მომხმარებლებს მთლიან პროცესს შერჩევის, რესტორნის შერჩევისა და მისგან სრული სერვისის მიღება. ხოლო ამ მთლიანი პროცესის დაორგანიზება მათივე smartphone-დან შეუძლიათ. რა თქმა უნდა, ანგარიშწორების პროცესიც შესაძლებელია, როგორც საერთაშორისო ბარათებით, ასევე Google Pay, Apple Pay და კრიპტოვალუტითაც კი. პირვანდელი სახის შესამუშავებლად დაგვჭირდა დაახლოებით 8 თვე. ამ პერიოდში ვიკვლევდით საქართველოში არსებული კვების ობიექტების მიდგომას ციფრულ სერვისებთან. რამდენად იყვნენ ისინი ადაპტირებული, რა არსებულ ხელსაწყოებს იყენებდნენ. ამ პერიოდში აღმოაჩინეთ, რომ ძირითადი აქცენტი სოციალურ ქსელებზე მოდიოდა. სოციალური ქსელებიდან რთულია მენეჯმენტის გაკეთება მრავალი სოციალური არხიდან შემოსული ჯავშნის. ჩვენი მიზანია სარესტორნო ბიზნესებს დავეხმაროთ და მარტივად გავუკეთოთ ამ მენეჯმენტის ხელსაწყო. ზუსტად ამ პროცესს ფუდლის პლატფორმა აორგანიზებს. მე ვარ იროც აგარეიშვილი, აქსელის საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელის მმართველი დირექტორი. სტარტაპის მთავარი მახასიათებელიც ეგ არის, რომ ქმნი რაღაც ინოვაციურს ძალიან საჭიროს ბაზრისთვის, რომელიც ოღონდ არ არის საჭირო მხოლოდ ქართული ბაზრისთვის, ხო, რა თქმა უნდა, ძალიან პატარა ბაზარია. ადრე იყო ეს ტენდენცია, რომ ამბობდნენ, რომ აი პირობითად გავალ აზერბაიჯანში, სომხეთში და ეს არის ჩემი ბაზარი. დღეს უკვე სტარტაპისაც განსხვავებული მიდგომა აქვთ, ამბობენ, რომ ეს არ არის საკმარის, ეს არის მხოლოდ პატარა სატესტო ბაზრები და შემდეგ უნდა გავიდეთ გლობალურ ბაზრებზე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სადაც არის ჩვენი საჭიროება. ამიტომ თავიდანვე თუ ამაზე არ დაიწყო სტარტაპმა ფიქრი, შეიძლება ისე დამთავრდეს ეს ამბავი, რომ მხოლოდ ქართულ მომხმარებელს ელაპარაკოს, შემდეგ მიხვდეს, რომ სხვა ქვეყნებში ამის საჭიროება საერთოდ არ არის და ზოგადად სტარტაპის შენება ძალიან მოითხოვს არც ღამეების თენებასაც, თან გადაყოლასაც, ანუ ფაქტობრივად ამით ცხოვრობ რაღაც პერიოდი, სანამ წარმატებული არ გახდება. ამიტომ ამდენი დროის, ენერგიის, რესურსის, ფულის დახარჯვა იმაში, რაც შეიძლება სჭირდებოდეს მხოლოდ რაღაც 1 მილიონი ადამიანს, შეიძლება ბევრად ჟღერდეს, მაგრამ სტარტაპის მიზანი ეგ არის, რომ არა 1 მილიონს, არამედ 1 მილიარდ ადამიანს თუ ორგანიზაციას მოემსახურებს სოფლიოს მასშტაბით. ზოგადად, როცა სტარტაპის კეთებას იწყებ, ან რაღაც ინოვაციურს ქმნი, შეიძლება ისე არ იყოს ტექნოლოგიური სტარტაპი და
ანტრეპრენერი იყო, რასაც ვეძახით, ანუ ქართული თარგმანი პირდაპირ მეწარმე რაც არის. ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ არის ის, რომ გააზრებული კონდეს ადამიანს რამხელა რისკებთან არის ეს კავშირში. და როცა ეს გააზრებული აქვს და ზუსტად იცის, რომ შეიძლება ვერანაირ წარმატებას 2 წელი, 3 წელი ვერ მიაღწიოს, მიდის იქითკენ, რომ მზად არის, რომ 2-3 წელი იშრომოს არ უცხამეები ათენოს და გადაყვეს თავის კომპანიის შენებას, მაგრამ ზუსტად კონდეს ის ფიქრი მუდმივად თავში, რომ 3 წელში მე რაღაც ძალიან დიდ ყველაზე მნიშვნელოვანი ეგ არის რა რწმენა, რომ დღეს შეიძლება რაღაცას ქმნიდე, ძალიან ბევრი მძიმე პროცესი გაიარო, მაგრამ აუცილებლად მიხვალ იქამდე, რომ ამისგან რაღაცას გამოიყვან. ჩვენი ინვესტორებიც ამას ამბობენ ხოლმე, რომ ჩვენ ვენდობით ისეთ გუნდებს, რომლებიც 1000-ჯერ გადააკეთებენ პროდუქტს, ეგრეთ წოდებული პივოტინგი, რაც არის, აი, სხვადასხვა ბაზრებს მოერგებიან, ყველაფერს იზამენ, მაგრამ ბოლოს მაინც იპოვიან გზას, როგორ გადარჩნენ. და არ მხოლოდ გადარჩნენ, ანუ მიაღწიან წარმატებას. სარესტორნო ბიზნესებს მარტივად აქვს საშუალება მიიღონ ჯავშნები, აკონტროლონ ჯავშნის პროცესი, კომუნიკაცია ჰქონდეთ უკავშირის სახით სტუმრებთან და ასევე მიიღონ ანალიტიკა მათთან მოსული სტუმრების. რამდენჯერ განახორციელა ვიზიტი კონკრეტულმა სტუმარმა, რა თანხას ხარჯავს ის მასთან, რა შეთავაზების გაკეთება შეუძლია კონკრეტული სტუმრისთვის ან სტუმართა ჯგუფისთვის. ასევე საშუალება აქვთ რესტორნის წარმომადგენლებს კომუნიკაცია ჰქონდეთ სხვადასხვა ორგანიზაციებთან და მიიღონ ან უმასპინძლონ სხვადასხვა ჯგუფურ ტურებს, მოახდინონ მათგან ანგარიშწორების მიღება, გაუგზავნონ ინვოისი და ეს ყველაფერი მოხდეს ციფრულად ფუდლის პლატფორმის მეშვეობით. ფუდლის მთავარი უპირატესობა სარესტორნო ბიზნესებს მისცეს შესაძლებლობა წვდომა ჰქონდეს რეზერვაციის სისტემასთან, არა მხოლოდ ლოკალურად მათი ობიექტებიდან, არამედ სოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ნებისმიერი დივაისის მეშვეობით, იქნება ეს ტელეფონი, პერსონალური კომპიუტერი თუ ტაბლეტი. ამ ეტაპზე ფუდლი ოპერირებს საქართველოს რამოდენიმე ქალაქში, როგორებიცაა თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი. ხოლო 3 თვის წინ ევროპის რამოდენიმე ქალაქში დავიწყეთ სატესტო ოპერირება. ესენია ბუდაპეშტი, პრაღა, ვენა, მადრიდი. პირველ ეტაპზე წავაწყდეთ პრობლემებს სარესტორნო ბიზნესთან კომუნიკაციის ნაწილში, რადგან მათთვის ეს სიახლე არც თუ ისე კომფორტული აღმოჩნდა. რაღაც კუთხით მათი ჩართულობა პლატფორმაზე აუცილებელია. ამ ჩართულობისთვის მოგვიწია სხვადასხვა აქტივობების დაგეგმა, ცნობიერების ამაღლება სარესტორნო ბიზნესისთვის, რომ მათთვის შესაძლებლობა მიგვეცა მარტივად დაენახათ მთლიანი პროცესი, როგორ შეუძლიათ გაუმასპინძლდნენ ჩვენი პლატფორმის მეშვეობით და დაორგანიზონ მთელი ეს პროცესი. ხშირად სტარტაპერებს გვაუწყდება, რომ სტარტაპი არის ბიზნესის უბრალოდ განსხვავებული ფორმა, თორე საბოლოო მიზანი ალბათ ერთია, რომ გამდიდრდე, რაღაც სასარგებლო გააკეთო საზოგადოებისთვის და უბრალოდ შენს მიიღო სასიამოვნო გამოცდილება ამ სრულ პროცესში და ბევრია შეცდომები და რის გამოც სტარტაპი შეიძლება დაფეილდეს, ყველაზე გავრცელებული არის ალბათ რომ ვერ თანხმდებიან დამფუძნებლები გარკვეულ ეტაპზე უჭირთ მასშტაბირება ან ვერ ახერხებენ დროულად თანხის მოზიდვას. ასევე გავრცელებული პრობლემაა, რომ შესაძლოა სტარტაპი ისეთ პრობლემას ჭრიდეს, რომელიც იმ მომენტში არ იყო აქტუალური, თუმცა შემდგომ რამდენიმე წელში უკვე აქტუალური გახდა და უბრალოდ სტარტაპი ვერ აღწევს, რომ იმ პერიოდამდე მივიდეს, როცა ეს უკვე აქტუალური ხდება და შესაბამისად სხვა სტარტაპი ჩნდება, რომელიც ამ პრობლემის გადაჭრას ახერხებს. პროექტის დაწყებიდან პლატფორმის პირველადი ვერსია მხოლოდ ხელმისაწვდომი იყო ვებგვერდზე. რამოდენიმე თვის შემდეგ მიღებული უკავშირიდან, რაც მომხმარებლებსა და სარესტორნო ბიზნესს შორის ჰქონდა, გადავწყვიტეთ, რომ გადაგვეტანა უკვე აპლიკაციაში. ამჟამად აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც Google, ასევე Apple Store-ის. პლატფორმის განვითარების პერიოდში წავაწყდით სხვადასხვა პრობლემებს, როგორიც არის ინვესტიციების მოზიდვა, საჭირო კადრების დამატება გუნდში. ამ პროცესში ჯიტა დაგვეხმარა.
ჯიტამ პირველადი ინვესტიცია გრანტის სახით მოგცა. მივიღეთ მონაწილეობა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ დაორგანიზებულ კონკურსში რეგიონალური კუთხით, რაშიც მოიპოვეთ ჯიტას გრანტი 25,000 ლარის ოდენობით. ეს დაგვეხმარა შეგვემუშავებინა პლატფორმის მობილური აპლიკაციების სერვისები. რაც შეეხება გუნდს, გუნდი დაკომპლექტდა ძირითადად უნივერსიტეტის სტუდენტებისგან, რომელთანაც კომუნიკაცია ჰქონდათ უნივერსიტეტში განხორციელებული სხვადასხვა აქტივობებისაგან. ეტაპობრივად მოხდა გუნდის ფორმირება, სხვადასხვა დავალებების დელეგირება, სხვადასხვა დეპარტამენტებად განშლა და ასე შემდეგ. ამ ეტაპზე გუნდი შედგება 7 წევრისაგან, რომელთა ძირითადი ამოცანა არის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება, იმ სერვისების დახვეწა, რასაც ვაწვდით მომხმარებლებს. ამ სერვისების დახვეწისა და გაუმჯობესების პერიოდში აქტიურად ვიყენებთ AI-ის ხელსაწყოებს. AI ხელსაწყოების გამოყენება გაგვიმარტივა სხვადასხვა პროცედურები. სამიზნე აუდიტორიის კვლევა, ბაზრის კვლევა, კომუნიკაცია პოტენციურ მომხმარებლებთან, პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების პროცესი და სხვა. რაც შეეხება სოციალურ ქსელებს. სოციალურ ქსელებში მეტნაკლებად აქტიურად ვართ წარმოდგენილი, ვიყენებთ ძირითად პლატფორმად Instagram-ს კომუნიკაციისთვის და ასევე ბიზნესებთან კომუნიკაციის არხად შერჩეული გვაქვს LinkedIn. იქიდან გამომდინარე, რომ ამ პლატფორმაზე უფრო მეტად არის ისეთი ბიზნესები, პოტენციური ინვესტორები, რომელთაც შეგვიძლიათ ჩვენ შესახებ ინფორმაცია გავუზიაროთ, მეტად კომფორტულია ჩვენი გუნდისთვის ამ პლატფორმით სარგებლობა. თავარი პრობლემები და გამოწვევები რაც აქვთ სტარტაპებს სანამ იდეიდან პროდუქტ შექმნიან, ალბათ არის გუნდის ფორმირება. იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ სწორად შემოიკრიბო შენ გარშემო ის ადამიანები, ვისაც რეალურად შეუძლია ღირებულების მოტანა და ამ პროდუქტის იდეიდან რეალობად ქცევა. ინვესტიციის აღება არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სტრესული საქმე სტარტაპში და მთავარი რჩევა აქ, რასაც მივცემდი სტარტაპერებს, არის ის, რომ პირველ ეტაპზე ჯობია რომ გუნდზე იყოს აქცენტი ვიდრე ინვესტიციაზე და ისეთი ადამიანები შემოიკრიბოთ გარშემო, ვისაც პროდუქტის შექმნა რეალურად შეუძლიათ, იმიტომ რომ ინვესტიციის აღებაც პირდაპირ ფაქტიურად მიბმულია ამაზე. რაც უფრო მეტი მომხმარებელი ყავს, რაც უფრო უკეთესი პროდუქტი გაქვს შექმნილი, უფრო მარტივდება ინვესტიციის აღება, იმიტომ რომ ინვესტორისთვისაც უფრო მეტი დასტურია, რომ რეალურად ამ გუნდს რაღაცის კეთება შეუძლია და მეტად სანდო ხდება ამ დროს სტარტაპი. ინოვაციის და ბაზრის მოთხოვნის დარეგულირება არის ალბათ ყველაზე საინტერესო საქმე სტარტაპში ერთ-ერთი, მაგრამ ვიტყოდი, რომ პრიორიტეტი მაინც უნდა მიანიჭოს ალბათ ბაზრის მოთხოვნებს, იმიტომ რომ რეალურად არა მარტო სტარტაპისთვის, ნებისმიერი კომპანიისთვის თავარი არის მომხმარებელი და უნდა შექმნა ის პროდუქტი, რაც რეალურად ჭირდება მომხმარებელს და ინოვაცია თავისთავად მოყვება ხოლმე როგორც წესი ამას, იმიტომ რომ იმ პროდუქტს, რასაც ქმნი, ძირითადად ჭირდება ხოლმე რაღაც განსხვავებული მიდგომა, განსხვავებული ხედვა, რაც თავისთავად უკვე არის ინოვაცია. ქართულ ბაზარზე პრინციპში რამდენიმე წყარო არის დაფინანსების მიღების შეიძლება ითქვას, გააჩნია პრინციპში სტარტაპის სტადიას რა ეტაპზეა თვითონ სტარტაპი. არის არაერთი აქსელერატორი, არაერთი საგრანტო პროგრამა, თუ უკვე იმ ეტაპზეა სტარტაპი, რომ შეუძლია რომ ენჯელ ინვესტორებისგანაც აიღოს ინვესტიცია, აქსელი არის ერთ-ერთი ქართული ინვესტორების გაერთიანება, რომელიც აქტიურად აფინანსებს სტარტაპებს და ყოველთვიურად აქვს ხოლმე ახალი სტარტაპების მიღება და არსებობს მრავალი საგრანტო და საინვესტიციო პროგრამა საქართველოში რეალურად, რომელიც ეხმარება სტარტაპებს განსაკუთრებით საწყის ეტაპზე. მარკეტინგულ ნაწილს რაც შეეხება, ამ მიმართულებით შევიმუშავეთ სტრატეგია, რომელიც დაფუძნებულია ეგრეთ წოდებული მასკოტის პერსონაჟის პოპულარიზაციას. შევქმნით პერსონაჟი ფუდლიკო, რომელიც ნიშურ სახეს ატარებს სხვადასხვა მარკეტინგული კამპანიების დროს. სხვადასხვა აქტივობებისას ფუდლიკო ირგებს სხვადასხვა იმიჯს. ზოგჯერ არის საქმიანი, ზოგჯერ არის მოწყენილი, ზოგჯერ არის ბედნიერი. იმ შემთხვევაში, როდესაც რაღაც კონკრეტული წინასწარ დასახული გეგმა წარმატებით ხორციელდება. ჩვენი მიზანია, როგორც სასტუმროს მოძიება და განთავსება მარტივი, ანალოგიურად გავხადოთ რესტორნის შერჩევა და მისი დაჯავშნა მარტივი. ამ ეტაპისთვის პლატფორმაზე საქართველოს ბაზარზე ჩართულია 53 სარესტორნო ბიზნესი, ხოლო ევროპის რამოდენიმე ქალაქიდან 14 აქტიური რესტორანია შემოერთებული სისტემაში. რაც შეეხება ბიზნეს მოდელს, რესტორნები
კვების ობიექტები იხდიან ეგრეთ წოდებულ საწევროს, subscriptions, ხოლო მომხმარებლები იღებენ ბენეფიტებს მათი განხორციელებული ჯავშნის დროს. იღებენ ფასდაკლებებს და იღებენ სხვადასხვა სერვისებს უფასოდ. მოგეხსენებათ, სტარტაპში მუშაობის დროს ყველაზე რთული გამოწვევა ინვესტიციების მოძიება. ჩვენ შემთხვევაში პირველადი ინვესტიცია მოვიძიეთ ჯიტასაგან, ხოლო მსგავს აქსელერაციის პროგრამებში ვართ ჩართული და ასევე აქტიურად ვართ ჩართული ანგელოს ინვესტორთა ქსელის იგივე აქსელის კამპანიებში. სტარტაპი ქართულ ბიზნესზე წარმატებულ სტარტაპად ჩაითვალოს, გვჭირდება დაახლოებით 70 პარტნიორი ობიექტი, ხოლო დაახლოებით 10,000 მომხმარებელი, რომელიც ამ სერვისებს აქტიურად გამოიყენებს. პირველადი განცდა იმისი, რომ სტარტაპი იდეა აქტიური იყო და შეგვეძლო ამის მასშტაბირება, ვიგრძენით მაშინ, როდესაც მოვიპოვეთ ჯიტას გრანტი. ერთგვარი ვალიდაცია გავიარეთ საკუთარ თავთან, გუნდთან, რომ ამ იდეის განხორციელება რეალურად შესაძლებელი იყო და მისი მასშტაბირება შეგვეძლო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის ბაზარზეც. როგორც ყველა სტარტაპი, ჩვენს აღმოჩნდით ბევრი წინაღობის წინაშე. ერთ-ერთი მთავარი წინაღობა იყო პროგრამული უზრუნველყოფის არასრულად მომზადება. ტესტირების არასწორი გავლა, რამაც შეფერხება გამოიწვია ჩვენი სისტემის. პირველი გაშვების შემდეგ მომხმარებლის შემოსვლიდან, როდესაც აქტიურად იყენებდნენ პლატფორმას, მოხდა ჩვენი სისტემის ტექნიკური ხარვეზების აღმოჩენა, რამაც ოპერირება შეგვიფერხა. საჭიროა ყოველდღიური მონიტორინგი და იმ გამოწვევების სიახლეების ინტეგრაცია, რაც დღევანდელ ცვალებად ბაზარზე ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. როგორც არის AI მოდულების დამატება, AI ხელსაწყოების ჩაშენება იმისათვის, რომ მომხმარებელმა მეტად კომფორტული და მათზე მორგებული სერვისი მიიღონ. საწყის ეტაპზე, როდესაც სტარტაპი იწყებს ოპერირებას, მნიშვნელოვანია, რომ ის იდეა, რაც ჩამოყალიბებული ქონდათ, სწორად დაინახონ, როგორ შეიძლება გაიტანონ ბაზარზე, გაიგონ მომხმარებლის ნამდვილი ღირებულებები, ნამდვილი ფიდბექი გაიაზრონ და ამის მიხედვით გადააწყონ თავისი ოპერაციები. ასევე მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ფინანსური რესურსის მოძიება და გუნდის სწორად შერჩევა, იმიტომ რომ ბევრი რთული გზის გავლა მოუწევთ გუნდის წევრებს სტარტაპის მშენებლობის დროს. მნიშვნელოვანი არის ის, რომ სტარტაპის დაწყების მომენტში, რა თქმა უნდა, ფინანსური შეზღუდული გვაქვს და გუნდის წევრების პროფესიონალიზმი და სკილები ისე იყოს დაკომპლექტებული, რომ იმ საქმეს ადგებოდეს. ყველაზე რთული ნაწილი ეტაპის სტარტაპისათვის არის ვალიდაციის გავლა რეალურ სამყაროში. პირველი კომუნიკაცია იმ აუდიტორიასთან, რომელიც სტარტაპის პროდუქტს გამოიყენებს. ჩვენ შემთხვევაში ეს იყო სარესტორნო ბიზნესი და პარალელურად მომხმარებლები. ფუდლის ერთ-ერთი აქცენტი არის საქართველოს ტურიზმის რესურსების გაუმჯობესება გასტრომიმართულებით, რაც გულისხმობს სხვადასხვა რეგიონებში ისეთი ობიექტების, ისეთი დაწესებულების ცნობადობის ამაღლება, რომელიც მცირე მასშტაბით არიან ბაზარზე წარმოდგენილი. პირობითად, მაღალმთიან რეგიონებში ისეთი კვების ობიექტები, რომელთაც არ აქვს საშუალება ციფრულ სერვისებთან მარტივად ადაპტირდნენ. ჩვენი მთავარი მიზანია მათ მივაწოდოთ მესიჯი და გამოიყენონ ჩვენი სერვისი იმისათვის, რომ პოპულარიზაცია გაუკეთონ მათ ობიექტს. საკუთარი გამოცდილებიდან დამწყებ სტარტაპებს მცირე არჩევას გავუზიარებ ისეთ პროექტებში, რომელიც სტარტაპთან არის სხვადასხვა ფორმით კავშირში, აქტიურად ჩაერთონ, მიიღონ გამოცდილება და სხვადასხვა პროექტებიდან რაც შეიძლება მაქსიმალური ინფორმაცია აიღონ, რანაირად გახადონ მეტად ცვალებადი სტარტაპი და სიახლეებისადმი მდგრადი. აქტიურად ჩაერთონ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში, რაც საშუალებას მისცემთ მარტივად მიიღონ ის საჭირო ცოდნა, რაც სტარტაპის რთულ და ხანგრძლივ კეთების პროცესს თან ახლავს.